უწინარეს ყოვლისა მოგესალმებით. რამდენიმე ხნიანი პაუზის შემდეგ უკვე იწყება ჩვენი პოლიტიკური აქტივობა და ვიდრე ჩემს პოლიტიკურ გეგმებზე ვისაუბრებ, მინდა სრული გულწრფელობით, სრული თავდაჯერებულობით და პრინციპულობით ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის სახელით, ისევე როგორც სახალხო მოძრაობის ახალგაზრდა ლიდერების სახელით, ჩემი გულწრფელი სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადო კიევის მთავარ მოედანზე შეკრებილ ასობით 1000 უკრაინელ მოქალაქეს, რომელიც თავისი ჩვეული პრინციპულობით, უკან დაუხევლობით ეძებს თავისი ქვეყნის მომავალს და უკან არიხებს იმისათვის, რომ უკრაინა გაახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინელი ხალხისათვის, არამედ მნიშვნელოვანია საქართველოსათვის და მე მინდა ვინც ჩვენ მოგვისმენს და ჩვენ სიტყვებს ყურს მიადევნებს და თვალს მიადევნებს აუხსნა ჩვენს მოსახლეობას, რომ პოლონეთისა და ბალტიის რესპუბლიკების შემდეგ უკვე უკრაინა გახდა და უნდა გახდეს მთავარი ფლაგმანი პოსტსაბჭოთა სივრცეში უკვე ევროკავშირში, ასე ვთქვათ, ერთგვარი მიმართულების მიმცემი, ამიტომაც ეს საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე აქვე მინდა ჩემი არა სკეპტიციზმი, არამედ ოპტიმიზმი გამოვხატო პროცესების მიმართ და მიმაჩნია, რომ შეიძლება ეს შეჩერდა ახლა ვილნიუსის სამიტზე, როდესაც უკრაინას ხელი უნდა მოეწერა უკვე ასოცირების ხელშეკრულებაზე, მაგრამ ხრმადა ვარ დარწმუნებული, რომ ის თეორიული შანსები, რომელიც აქვს უკრაინას, თუნდაც 2014 წელს ევროკავშირის ნებისმიერ მინისტერიალზე მოაწეროს ხელი, ან თუნდაც 2015 წელს, როდესაც შეიცვლება სავარაუდოდ უკრაინის პრეზიდენტი, ახალი ადმინისტრაციის პირობებში უკრაინა განაგრძობს სვლას ევროინტეგრაციის გზაზე. ამიტომაც კიდევ ერთხელ ჩემი გულწრფელი და ერთი ევროპული ინსტიტუციის, ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის და შემდეგ ქართული სახალხო მოძრაობის ახალგაზრდა ლიდერებისა ჩვენ მხარს უჭერთ და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ეხლა რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ გეგმებს, მე კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საქართველოს მოსახლეობას, რომ უკვე წარსულში გადასული საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის როგორც პოლიტიკოსისათვის, ისევე როგორც თავად აი ამ პროცესში მონაწილე ჩემს გვერდით მყოფი ახალგაზრდა ლიდერებისათვის, რომელმაც სწორედ სამოქალაქო სივრცეში შექმნეს პრეცედენტი ახალგაზრდა ლიდერთა სახალხო მოძრაობისა, მაგრამ უკვე დადგა დრო სწორედ 6 თვიანი წინასაარჩევნო კამპანიის და ჩვენი საქართველოს მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ მოხდეს პოლიტიკური კონვერტაცია სწორედ იმ იდეებისა, იმ გამოწვევებისა, საქართველოში არსებული პრობლემებისა, რომლის შესახებაც ჩვენ თქვენის მეშვეობით, ქართული მედიის მეშვეობით ვაცნობდით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ საერთაშორისო საზოგადოებას. ასე რომ წინ გველის ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა მინდა წინასწარ დავაანონსო, რომ ჩემს ევროპელ კოლეგებთან უკვე დავასრულეთ ახალი ევროპული ტიპის პარტიის პროგრამაზე მუშაობა, უკვე შემუშავებულია პლატფორმისა და ძირითადი ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილი და ამის შესახებ 3 დეკემბერს, როდესაც ჩემი მორიგი სამუშაო ვიზიტი იგეგმება ბრიუსელში, უკვე ევროპული და საერთაშორისო პრესის წინაშე მექნება პირველი განაცხადის გაკეთება, ოღონდ Prime Times ექსკლუზიური უფლებით, რა თქმა უნდა, ჩემი დიდი პატივისცემის გამო წინასწარ ვუანონსებ, რომ უახლოეს მომავალში ქართული საზოგადოება იხილავს ახალი პოლიტიკური ძალის დაბადებას, არა რიგით მე რამდენეს, არამედ სწორედ ახალგაზრდა ლიდერების პოლიტიკური ძალისა, რომელიც იქნება ძალზედ ამბიციური თავისი გეგმებით, ძალზედ პრინციპული თავისი დამოკიდებულებებით და ძალზედ თანმიმდევრული ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. და ვინ იქნება თქვენი პარტნიორები და მიიღებთ რა მონაწილეობა თქვენი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში? ჯერ წინ გვიდევს დამფუძნებელი ყრილობა, ასევე მინდა წინასწარ დავაანონსო, რომ ეს მოძრაობა იქნება ერთ-საერთო ქუდში, რომელსაც ერქმევა გაგრძელებით ალიანსი, ეს იქნება სწორედ ვილნიუსის სამიტის შემდეგ ქართულ ევროპულ აი ამ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე კიდევ ერთი დადასტურება ქართული დემოკრატიის, ქართული სახელმწიფოსი, ეს იქნება რა თქმა უნდა ევროპული საქართველოსათვის მიმართულება. ალიანსი კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მზად ვიქნებით საერთო ღირებულებების პოლიტიკურ პარტიებთან
თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისა, ისევე როგორც ალიანსი ნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვიქნებით ვითანამშრომლოთ ქართული ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, ისევე როგორც საერთაშორისო სივრცეში, მაგალითად ევროპულ სივრცეში უკვე მიდის მოლაპარაკებები რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ევროპულ პოლიტიკურ ძალასთან, ჩვენთან ალიანსის თანამშრომლობისა და ასე ვთქვათ, ერთობლივად ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებისა. უახლოეს მომავალში იგეგმება ჩემი და ახალგაზრდა ლიდერების ასევე სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქაც გვექნება მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ერთი კი მკაფიოდ შემიძლია გითხრათ, რომ იბადება ახალი პოლიტიკური ძალა, ეს იქნება პროდასავლური ევროინტეგრაციისაკენ თანმიმდევრულად მიმართული პოლიტიკური ძალა. სავარაუდოდ ეს უნდა იყოს ჩემი, ესე ვთქვათ, ყველა გათვლით ვმუშაობთ ამაზე ახალგაზრდა ლიდერებთან ერთად დეკემბრის პირველ ნახევარში. რა თქმა უნდა, გაიმართება საქართველოს დედაქალაქში. მოდით ვთქვათ ასე, რომ ახალგაზრდა ლიდერთა პოლიტიკური ძალა, რომლის სახელსაც, პროგრამასაც, გეგმებსაც ყველა თქვენთაგანი მოისმენთ სწორედ დამფუძნებელ ყრილობაზე, სადაც დაგპატიჟებთ და მე მინდა გითხრათ სრულიად გულწრფელად, რომ მე ვარ ამაყი პოლიტიკოსი, ვინაიდან ორიენტაცია ჩემი მიმართული არის სწორედ ახალგაზრდობისაკენ, ანუ მომავლისაკენ და ახალგაზრდა ლიდერებს უთმობ პოლიტიკურ სარბიელს და მე როგორც მათი კოლეგა, მათთან ერთად, რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა საქართველოს მომავალმა აიღოს პასუხისმგებლობა საქართველოში მთელ რიგ პოლიტიკურ პროცესებზე და მოვლენებზე. უნდა დასრულდეს რამენაირად ერთი და იგივე სახეების სხვადასხვა პარტიული, ასე ვთქვათ, კლიშეებით გამოსვლები ბოლო 20 წლის მანძილზე. მე ვფიქრობ, რომ გზა უნდა გაეხსნას ყველა მიმართულების ახალგაზრდას მიუხედავად რელიგიური, სოციალური მათი მდგომარეობისა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. თქვენ იცით, რომ მე ძალიან ბევრი შეხვედრები მაქვს უცხოეთში, მათ შორის ჩემი პროგრამის განუყოფელი ნაწილია შეხვედრები სტუდენტებთან, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართველ სტუდენტებთან. ისინი ელოდებიან თავიანთ როლს საქართველოში სამშობლოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ეს ახალი პოლიტიკური ძალა, ახალგაზრდა ლიდერების პოლიტიკური მოძრაობა გაუხსნის გზას ყველას, ვინც კი თავს თulis მზად იმისათვის, რომ სწორედ პოლიტიკურ ასპარეზზე პრინციპულად უკან დაუხევლად ღირებულებების ბაზაზე იაროს წინ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. გაზრდილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კონსტიტუციის გარდამოჩენა საკითხებში ამით საინტერესოა შეფასება იგივე კოლექტივში აიგოს მილიონის უმეტესობა პოლიტიკა რასიტუციის ახალი თავების შესახებ რამდენად გაახსნებენ ისინი თავს ასეთი გამოწვევებს. მე სხვათა შორის უკვე დაგეთათბირეთ კიდევაც წინასწარ და ბოლო ჩემი გამოსვლა საპრეზიდენტოს არჩევნო დღის წინა დღე იყო სწორედ პრაიმ ტაიმში და მაშინ გითხარით, რომ მე გავაკეთებდი ერთვიან პაუზას მინიმუმ, სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ უნდა მომხდარიყო ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, შემდგარიყო ახალი მთავრობა, ხოლო ამის შემდეგ უკვე ყველა ღირსების მქონე პროფესიონალი პოლიტიკოსი უნდა აკეთებს ეს, რა თქმა უნდა, შეფასებას. ეხლა მე ვფიქრობ, შეფასებები გაკეთდა, მე ამ ეტაპისთვის, ამ წუთისათვის მექნება, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, სკეპტიციზმი, რომელიც უნდა გამოვხატო ყველაფრის მიმართ და მაქვს, რა თქმა უნდა, კითხვები, იმიტომ რომ რატომ ხდება ისე ქართულ პოლიტიკაში, როდესაც მთავარი პროკურორი არის წარუმატებელი ადამიანი და იგი ტოვებს თანამდებობას, მაგრამ მასთან წყვილში აუცილებლად მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრი, წარმატებული ადამიანი და ის ხდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. რატომ არის ის მთავრობა, რომელმაც 1 წლის მანძილზე ვერც ერთი დაპირება ვერ შეასრულა და პრაქტიკულად ჩავარდა ბიუჯეტი,
ფაქტიკულად ეკონომიკური გუნდი მთლიანად ჩავარდა, რატომ ხდება ის, რომ ახალი მთავრობის შემადგენლობაში ისევის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები არიან. რატომ ხდება ზოგიერთი თანამდებობებზე ძალიან ხშირად ნათელმირონობით სიმამრებისა და ნათესავების მიერ შერჩეული კადრები. რა თქმა უნდა, ეს არის ლეგიტიმური კითხვები, რა თქმა უნდა, 21 საუკუნის ამ მონაკვეთის საქართველოში ყველა ღირსების მქონე პოლიტიკოს უნდა ჰქონდეს ასეთი კითხვები, მაგრამ პასუხები უკვე ამ ტიპის ხელისუფლებისაგან კი არ უნდა ეძებოს, არამედ სწორედ უნდა ეძებოს იმ პოლიტიკური ბერკეტებით, როდესაც ეს ხელისუფლება იგრძნობს ხალხის მონიტორინგს, ხალხის კონტროლს ყოველ დღე, ყოველ წამს. არა მხოლოდ ოცნებებზე და ზღაპრებზე, არამედ იმ დაპირებებზე და მათ უნდა იცოდნენ და გაიგონ, რომ ძალიან ძვირად დაქირავებულნი არიან ისინი ქართველი ხალხისაგან. ძალიან ძვირ სიხდის ქართველი ხალხი ამ ტიპის ხელისუფლების შენახვისათვის, ამიტომაც ახალგაზრდა ლიდერების პოლიტიკური ძალა სწორედ მოწოდებული იქნება ერთ-ერთი მიმართულებით იმისათვის, რომ შეასრულოს, ესე ვთქვათ, სოკრატეს კრაზანას როლი და არ მოასვენოს ეს ხელისუფლება, რათა მისი დაპირებები და დავალებები თანმიმდევრულად იქნა შესრულებული, რის მიმართაც მე მაქვს ჩემი სკეპტიციზმი, რა თქმა უნდა. მე მინდა მადლობელი ვარ ამ კითხვისათვის, ჩვენ არ შემოვდივართ ახალი პოლიტიკური ძალით, ასე ვთქვათ, კონკურენციისათვის მხოლოდ. ჩვენ შემოვდივართ ახალი სიტყვის, ახალი პოლიტიკური კულტურისათვის. ეს უნდა იყოს არა ძველი სახეების ახალი პოლიტიკური ძალა, არამედ ეს უნდა იყოს ახალგაზრდა ლიდერების ახალი პოლიტიკური ძალა 21 საუკუნის საქართველოს იმ გამოწვევების მიხედვით, რომელსაც უკვე არჩევანი გაკეთებული აქვს. ეს არჩევანი არის დემოკრატია, ეროვნული ღირებულებები, პროდასავლური კურსი და რასაკვირველია თანმიმდევრობა პოლიტიკაში. ნათელმირონობით, სიმამრების, სიდედრების, კლანური მმართველობის პოლიტიკის დრო საქართველოში უნდა დასრულდეს. ამას ვერ დაასრულებს მოწოდებები, ამას დაასრულებს ახალგაზრდული ენერგია, რომელიც სრულიად სხვა ფასეულობებზე, რომელმაც ზუსტად იცის რა არის თავისუფლება, რა არის დამოუკიდებლობა და რა არის მომავლისაკენ სწრაფვა. ასე რომ ჩვენი მიზანი არის ერთის მხრივ პოლიტიკა, რა თქმა უნდა, შესაძლებლობების უნივერსალიზაცია, მათ შორის, რა თქმა უნდა, კონკურენცია არის, მაგრამ ჩვენ არ ვიქნებით მარტო, ვინაიდან ქართული პოლიტიკური სისტემა ამის შესაძლებლობებს დღეს არ იძლევა და რა თქმა უნდა, ჩვენ ვეცდებით, რომ ვიყოთ ალიანსში ერთნაირი ღირებულებების პოლიტიკურ ძალასთან და შეიქმნას ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ძლიერი, პრინციპული მესამე პოლიტიკური ცენტრი, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი სწორედ ნებისმიერი არჩევნების დროს. არა, როდესაც პოლიტიკოსი არის პროფესიონალი და როდესაც იგი 20 წლის განმავლობაში მონაწილეობს ქართულ პოლიტიკურ პროცესებში, მისი პოლიტიკური ბიოგრაფია არის სწორედ ისეთი, როგორი პოლიტიკური პროცესებიც მიმდინარეობს ქვეყანაში. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ნესტან კირთაძის პოლიტიკური ბიოგრაფია არის არა ისეთი, რომ გამარჯვებულის მხარეზე დამდგარიყო მუდამ, არამედ იგი ყოველთვის დგებოდა დამარცხებულის მხარეზე, ანუ ხალხის მხარეზე და იგი ყოველთვის იბრძოდა ხალხთან ერთად. ასე რომ, როდესაც მე ვლაპარაკობ, რომ იქმნება ახალგაზრდა ლიდერების პოლიტიკური ძალა, რა თქმა უნდა, აქ ჩემი ფაქტორი იქნება აბსოლუტურად დროებითი, აბსოლუტურად როგორც პოლიტიკურ ველში, პოლიტიკურ ლაბირინთებში, მათი შემოყვანისათვის, მათი გზაზე დაყენებისათვის, მისი წარმატებისათვის, ჩემი კონტაქტები, მათ შორის საერთაშორისო კონტაქტები, ქვეყნის შიგნით შესაძლებლობები და პროფესიონალიზმი და ახლა მართლა უკვდავი ხო არა ვარ. კარგია რომ ახალგაზრდულად გამოიყურები, მაგრამ მე მერე გზას დაუთმობ, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ლიდერებს. მე უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენ მე ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ დამფუძნებელ ყრილობას, ეხლა საკმარისე მეტი ამომაცდენინეთ, ესე ვთქვათ, სადღეისოდ, დაველოდოთ დამფუძნებელ ყრილობას და უკვე დამფუძნებელ ყრილობაზე თქვენ ნახავთ ყველაფერს. მე ვფიქრობ, რომ
უკანასკნელ ხანს საქართველოს მიიღო დანიშნული პრეზიდენტი, მიიღო დანიშნული პრემიერ-მინისტრი, ეხლა ემზადებიან დანიშნონ ქალაქის მერი, ერთადერთი სურვილის გამო. ბიძინა ივანიშვილი წავიდა თუ მოვიდა პოლიტიკაში, ამაზე უკვე უნდა ილაპარაკოთ თქვენ, უნდა ილაპარაკონ ჟურნალისტებმა, მედია ექსპერტებმა, მე მხარს არ დაუჭერდი ასეთ წასვლას, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილმა პრაქტიკულად თავისი პირადი კერძო მთავრობა, კერძო უმრავლესობა და კერძო პოლიტიკური სპექტრის შექმნა. ასეთსავე აპირებს, როგორც ჩანს, იგი ქალაქის სინამდვილეში, აქ არის ორი მთავარი მომენტი. საუბარი არ არის დავით ნარმანიაზე, როგორც ერთ-ერთ წარუმატებელ მინისტრზე. ვინაიდან თუ კი რაიმე ჩავარდა ბოლო 1 წლის მანძილზე და ეს უნდა იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ, ეს იყო სწორედ ინფრასტრუქტურული პოლიტიკა. თუ კი რაიმე დამუხრუჭდა და გაჩერდა, სწორედ ეს იყო ინფრასტრუქტურული პროექტები და პროგრამები. თუ კი რაიმეს არ მიეცა წინსვლა, სადაც სამუშაო ადგილები უკვე გაჩენილი იყო წინა ხელისუფლების დროს, ეს იყო სწორედ ის სამინისტრო, რომელსაც ხელმძღვანელობს დავით ნარმანია. დღეს ბევრს ლაპარაკობენ რაღაცა ტიპის პროვინციალიზმზე, არტიკულაციაზე და ასე და ასე, რა თქმა უნდა, მე ამ მიმართულებით არ გავამახვილებ ყურადღებას, მაგრამ მე როგორც დემოკრატი ადამიანი, არასოდეს არ დაუჭერ მხარს დანიშნულ პოლიტიკურ ფიგურას. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაიაზრონ ისე, რომ ქალაქ თბილისის მერი უნდა იყოსო მეურნე კაციო. კარგია მეურნეობა, რა თქმა უნდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ მანამდე ვიდრე საქართველოში არ არის ჩატარებული სრულყოფილი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა. რაც იმას ნიშნავს, რომ მანამდე ვიდრე დეცენტრალიზაციის პოლიტიკური პროცესი არ არის დასრულებული, რა თქმა უნდა, თბილისს უნდა ჰყავდეს პოლიტიკური მერი, თბილისის მერი უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა და თბილისის მერს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ყველაზე ფლაგმან, ყველაზე წამყვან, ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურას ამ რეფორმის მიმართულებით ეკისრება ყველაზე მთავარი საკითხი. მე არ მიმაჩნია, ახლა ეს თბილისელების გადასაწყვეტია, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ დღეს თბილისის მერი უნდა დაინიშნოს, ჩვენ უნდა წავიდეთ კიდე 20 წლით უკან პირიქით. ჩვენ ხელი უნდა შეუწყოთ და მე მივმართავ ახლა ახალ ხელისუფლებას. არ ვიცი რამდენ ასეულ მილიონობით დაითვალეს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის პროექტი. მაგრამ თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში უნდა დაფინანსდეს, ამისთვის ქართულმა სახელმწიფომ უნდა გამოყოს თანხები და უნდა მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა. თუ მოხდება ეს რეფორმა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე მოხდება ხალხის აქტიური ჩართულობა პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებში. მე ერთი რამ მინდა ვთქვა და მინდა გაიგოს ეს ჩვენმა საზოგადოებამ. აქ არიან ჩემი მეგობრები და კოლეგები, აქ ხართ თქვენ. 6 თვის მანძილზე თქვენ ხო გახსოვთ, რომ პრაქტიკულად მოვიარე ყველა სოფელი, პრაქტიკულად ვიყავი ყველა რაიონში, პრაქტიკულად გავიგე ყველას ტკივილი და სატკივარი. ერთი რამ ცხადზე უცხადესია, რომ არსებობს საერთო ტკივილები, მაგრამ საქართველოს რეგიონებს, რაიონებს აქვთ განსხვავებული პრობლემები. ამიტომაც ეს უნდა განაზოგადოს, ეს უნდა დააკონკრეტოს სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმამ, იმ განსხვავებული გამოწვევების წინაშე მყოფი, სადაც დგას დღევანდელი მოსახლეობა, მათ შორის მთის, მათ შორის სხვადასხვა რეგიონების და ასე შემდგომ. ასე რომ ჩვენ არასოდეს არ უნდა შევეგუოთ დანიშნულებას. მართალია თქვენ კი ბრძანეთ კითხვა თქვენ ქალბატონო ნესტანო, მე პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ არც ერთ თანამდებობაზე დანიშნული და გამწესებული არ ყოფილვარ, ყველგან ვარ არჩეული, ასე რომ ეს იქნება ძველი თუ ახალი სახე, კარგი იქნება თუ კი ის იქნება არჩევნებით და ხალხის დასტურით მოსული. ბოლოს შეკითხვა კი ალბათ არსებობდა ამის შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანი გზაჯვარედინის წინაშე ვდგევართ, ეს არის ვილნიუსის სამიტი, სადაც საქართველოს სამთავრობო დელეგაცია გაიგზავნება რასაკვირველია ბატონი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით. მე პირდაპირ ვაანონსებს იმას, რომ ალბათ 3 ან 5 დეკემბერს უკვე მექნება
ჩემი პრესკონფერენცია ბრიუსელში საერთაშორისო პრესის წინაშე და ჩემს მოსაზრებებს და დამოკიდებულებებს ვიტყვი რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლებისა და საერთოდ ზოგადად ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით, მაგრამ აქვე მინდა ვუთხრა საქართველოს ამჟამინდელ დანიშნულ პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს, რომ ვილნიუსის სამიტიდან ჩამოსულ საქართველოს მთავრობას თან უნდა ჩამოჰყვეს, მათ თან უნდა ჩამოიტანონ ის გრძელვადიანი გეგმა, მათ შორის სოციალური, ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით, რომელიც როგორც ვალდებულება უნდა განახორციელოს მთავრობამ და ერთიც ვილნიუსის სამიტი და ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება ქართული მხარისაგან ჩვენს გვაძლევს დიდ შესაძლებლობებს, მათ შორის ქართულ-აფხაზურ და ოსურ საერთაშორისო მოძრაობას, რომელიც ჩემს გარეშეც განაგრძობს თავის აქტიურ მონაწილეობას, როგორც პანევროპულ სივრცეში, ასევე მთელ საქართველოში და პირადად მე გპირდებით, რომ დამფუძნებელი ყრილობის შემდეგ ჩვენ წარმოგიდგენთ იმ საინტერესო სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამას, რომელიც გზას გაუხსნის საქართველოს ქართულ ბიზნესს, სოფლის მეურნეობას წარმატების გზაზე. მადლობა თქვენ.